ფეხბურთის დაგმარება წესი მოედის გარეთ და აღმოუჩინო. თუ ფეხბურთელი თავის ფეხბურთს გადის მოედინა მისეთ პირველობა შეუძლია დაიწყოს. მაშინ ეძახის რომ საკაცე შემოიტანო რომ დავაყენოთ ეს ფეხბურთი და გავუყოლოთ მოედის პარლამენტ გარეთ. დაგმარება უნდა აღმოუჩინო. იქ და როცა ფეხბურთელი უკვე მზად იქნება მოედანზე დასაბუნებლად. მოედანზე დაბრუნების უფლება აქვს მხოლოდ მას შემდეგ როცა თამაში განახლდა. მაგალითად კონახსოვს თქვი. არ შეიძლება აი საკელოს გადაცმა როიცით მოფამფალებული საკელოები ვარ. იმპერიის იყოს რაც იყოს 2 სანტიმეტრი უნდა იყოს სისქე და არა თემპერატურა დაკავება. ის რა ქვია? ყელზე იწვევენ შეიძლება ფეხბურთელები. მოშებული არ უნდა იყოს, უნდა იყოს აი როგორც როლინგი, ერთად მოჭერილი. ეს არის თქვენი აუცილებლად უნდა აუწყოთ სას რომ გამოდის მეკარე წილი თამაშობს და მერკები გაშდა მაინც πρέπει და გასვლა. იმის მაინც უნდა ჩაერთო. ეს შეფო არ შეიძლება. თუ გუჩი ორივე გუჩი 7 ფეხბურთელზე დაგები დარჩება. რაიმე მიზეზი, მაგალითად რამენი მივიღეთ ან გავაწერეს გააცერეს მიზანათა. რა არის ცარი, როგორი წუთი ცარი. თუნდაც ერთ-ერთიანი იყოს დანიშნული და შესრულება არ ხდება თამაში შეწყდება. გუჩასრულობაზე გიხარ ვიდეო. ზოგი ძალიფეთი კი აქვს, ვინც და მეორე ფეხს უკში გაუშვებს ხოლმე, ეს არ უნდა იყოს და განზრახვა უნდა იყოს ბურთზე თამაშის და არა მეტოქეზე ფეხის მოთქმის. ჯერ რომ ბურთს შეეხო და მეორე ფეხს. ჯერ რომ ბურთს შეეხო და მერე ფეხს, ეგეც წესის დარღვევა. და ახლა უნდა გააკეთო. ფაშო ყოშ დაუბრუნდა, გეკითხა რომ და შეუძლია მაშინ და ხო? ამიტომ დამხელებელი ეძახიან შეიძლება და არ დაუსახელო და სადი ამაში ვერ ერევა. ამას ვიჩერ და არ თქორა, უსახელო ის ვით უცხო. ჩვენ როცა უკერ პორელოდები სას არ მithოს 19-ს რომ როდის მეფის ვარი და ვერ აღარ შემეგეკრა. დავდო და დავარქო. ხო, აგავით